მოგესალმებით. ამ ვიდეოში მინდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა სარგებელი და ასევე ზიანი შეიძლება მოგიტანოთ ბედურმა ასტროლოგიამ. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი არხი ემსახურება სინათლის გაზიარებას, ცოდნის გაზიარებას და ემსახურება იმას, რომ ეს ცოდნა ბევრად უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ბევრი ადამიანისთვის. ასევე ჩავთვალე საჭიროდ, რომ მოვაყოლო ესეთი ინსტრუქცია, ასე ვთქვათ, როგორ უნდა გამოიყენოთ ეს ცოდნა. ესე იგი, როდესაც ადამიანი არის დაინტერესებული თვითგანვითარებით, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, როდესაც აქვს საშუალება წაიკითხოს საკუთარი რუკა, წაიკითხოს ახლობლების რუკა იმ მოტივაციით, რომ მათ გაუგოს. იმ მოტივაციით, რომ დაინახოს, როგორი განსხვავებულები არიან ისინი, რატომ აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ, რადგანაც ჩვენ სინამდვილეში ვერ ხვდებით რანაირად განსხვავებული ვართ, სანამ ამას არ დავინახავთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა საკუთარ თავს ვიცნობთ ასე თუ ისე, მაგრამ როდესაც რუკას ვკითხულობთ, იქ ისეთ სიღრმეებში ვიცნობთ საკუთარ თავს, რისი საშუალებაც ისი არ გვაქვს. თვით შემეცნებისთვის, საკუთარი პლანეტების ენერგიის გაცნობისთვის, იმისთვის, რომ გავაანალიზოთ ეხლა რა პერიოდს გავდივართ. პერიოდების შესწავლა იმისთვის არ არის მნიშვნელოვანი, რომ მომავალი წინას არ განსაზღვროთ, უბრალოდ რის პერიოდს გავდივართ, რა უნდა ამ პლანეტას ჩემგან, როგორ გავიარო ეს პერიოდი უკეთესად, ამისთვის არის ძალიან კარგი ეს ცოდნა. რისთვის არ არის განკუთვნილი? არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ სხვა ადამიანის რუკებში ჩახედვის შემდეგ მათ რაიმე ინფორმაცია მივაწოდოთ, ისეთი, რაც არ გვთხოვეს, რადგანაც ეს არის ძალიან სენსიტიური ინფორმაცია. როდესაც ასტროლოგთან მიდიხარ, ასტროლოგი, კარგი ასტროლოგი, რა თქმა უნდა, მხოლოდ იმას გაწვდის და ისეთი კუთხით გაწვდის, რასაც შენთვის სარგებელი მოაქვს. შენ თუ ჩაიხედავ ხა მეგობრის რუკაში და ეტყვი, რომ შენ არასოდეს ბედნიერი ურთიერთობა არ გეღირსება, იმიტომ რომ სატურნი გყავს მე-7 სახლში. გილოცავთ მაშინ, დაიმსახურეთ, სასჯელი გარმულოთ. ამიტომ ძალიან კარგად დაფიქრდით, ვის რას ეუბნებით. მაშინაც კი, როდესაც ვიღაც გეტყვით, რომ ასტროლოგია იცი, ხო, მაშინ აბა რაღაცა მითხარი. ესეც არ არის იმის მიზეზი და ესეც არ არის გააზრებული უფლება იმის, რომ მას რაღაც უთხრათ. რადგანაც შეიძლება გაუაზრებლად გითხრათ ეს. როდესაც ადამიანი ასტროლოგია და უკვე ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ასე თუ ისე აღებული აქვს და სხვებს ეხმარება, მას აქვს უფლება, რომ სხვებს დაეხმაროს. თუ თქვენ ძალიან გთხოვათ მეგობარმა და გინდათ, რომ მისი რუკის შესახებ რაიმე უთხრათ, ძალიან ბევრი უნდა იფიქროთ წინასწარ, როგორ მიაწვდით ამას, რა იქნება მისთვის მისაღები, მისი ფსიქიკისთვის რა იქნება კარგად აღსაქმელი, დაჯდეთ, გამოყოთ ამისთვის ცალკე დრო, როდესაც არაფერი არ აწუხებს არც ერთს და გაუზიაროთ ეს ცოდნა. ესე წამოსროლილი და ზედაპირული უბრალოდ კაფეში ჯდომისას უბრალოდ რაღაც ინფორმაციის თქმა ვიღაცისთვის ისჯება. რადგანაც შეიძლება ადამიანი ცნობიერად ვერც აღიქვამდეს, რომ სჯერა ასტროლოგიის, მაგრამ როდესაც აი იმ წერტილში რაღაც ისეთ ეტყვით, რაც სული სიღრმემდე ჩავა და იქ ამას იგრძნობს, შეიძლება ზიანი მიაყენოთ. და მე ამას, რა თქმა უნდა, ჩემი ნასწავლის შეცდომებიდან გამომდინარე გეუბნებით, მაგალითად, მქონია შემთხვევა, როდესაც ადამიანთან ერთად ვსეირნობდი ქუჩაში და უეცრად ჩავიხედე მის რუკაში და პირი გავაღე იმისთვის, რომ მისთვის რაღაცა გამეზიარებინა საუბრის თემიდან გამომდინარე და რა თქმა უნდა, პოზიტიური კუთხით მინდოდა ამის თქმა. და ვიგრძენი, რომ რაღაც გადამწდა. ნიშანი, რომ ხმა არ უნდა ამოიღო. არ არის შენი საქმე.
თუ გაინტერესებს, უნდა მოვიდეს კონსულტაციაზე, დაჯდეს და კითხოს ასტროლოგს. ასევე, თუ გაქვთ ვიღაცის მიმართ ანტიპათია, არ მოგწონთ, შეეცადეთ, რომ არ ჩაიხედოთ მის რუკაში, იმისთვის, რომ სათქვენოდ გამოიყენოთ, თქვათ, მისი სიზუსტე. ესეც ისჯება. ლოგიკურია. ასე რომ შეეცადეთ კარმა არ დააგროვოთ მოკლედ ამ ჩემი გაზიარებული ცოდნით. და წარმატებებს გისურვებთ.